ახალი ბიზნეს ცენტრი თბილისში სპორტის სასახლესთან მდებარე 16 სართულიან შენობაში ოფისები, ბანკები, რესტორანი, სასტუმრო, ფიტნეს, სპა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და სხვადასხვა მრავალფუნქციური ობიექტები განთავსდა. კომპლექსის სამშენებლო კომპანია ტიფლის საბურთალო მააშენა, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის მიზეზით შეჩერებული მშენებლობა თბილისის მერიის პროექტის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში დაასრულა. კომპანიამ მუნიციპალიტეტის დახმარებით საქართველოს ბანკისგან დაბალი პროცენტით $875,000 კრედიტი აიღო და ახალი ბიზნეს თაუერის აგებასთან ერთად ბინებით 110 ოჯახი დააკმაყოფილა. ცენტრში უკვე 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ძირითადი უმრავლესობა დაახლოებით 60-70%-ის შენობებისა, რომელიც ჩენდებოდა, სწორედ ამ პროგრამის საშუალებით მოხდა მათი ესე ვთქვათ მართლაც ახალი სიცოცხლის შტაბება და ეს ბიზნეს ცენტრი ერთ-ერთი ამ პროგრამის კარგი მაგალითია. გარდა იმისა, რომ ის დასრულდა ნებისმიერი დასრულებული მშენებლობა, რომელიც ასე ვთქვათ ბიზნესის მოზიდვას გულისხმობს და ოფისების გახსნას გულისხმობს და თქვა სხვადასხვა ტიპის ცენტრების გახსნას გულისხმობს, ავტომატურად დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. ესეთი ტიპის მშენებლობების ხელშეწყობა დამატებით ქმნის, გარდა მშენებლობის სტადიისა, ქმნის ბუნებრივია გრძელვადიან სამუშაო ადგილებს, რაც სწორედ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას და ბუნებრივია ყველაზე დიდ საზრუნავს წარმოადგენს. დაფინანსებიდან გამომდინარე, ჩვენმა კომპანიამ შეძლო აეშენებინა პირველად საქართველოში სრულფასოვანი ბიზნეს ცენტრი, რომელიც დღეს იქნება. ეს ყველაფერი იყო გაჩერებული, რო არ ყოფილიყო თბილისის ახალი სიცოცხლე, რეალურად არათუ ოფისები, არამედ 235 ოჯახი ჩვენი და საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე დარჩებოდა შეჩერებულ მშენებლობებში. გვაქვს ძალიან ბევრი მომსახურება, თავაზობთ სრულ პაკეტს ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. გვაქვს ამერიკული აპარატები, სავარჯიშო მოწყობილობები, არის სალონური მომსახურება, სპა მომსახურება, პირველად საქართველოში ჰიდროაბაზანები.